მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალულია აქციებზე პიროტექნიკის გამოყენება, გუშინ რუსთაველის გამზირზე კონკრეტული ქვეყნების საელჩოების დაფინანსებული NGO-ების მიერ ორგანიზებულ აქციაზე რადიკალური ჯგუფების მხრიდან დამიზნებით რამდენჯერმე მოხდა გასროლა პარლამენტის შენობის მიმართულებით. მიუხედავად კანონს საწინააღმდეგო ქმედებისა, კონკრეტული საელჩოები, როგორც ჩანს, მათ მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პირების კანონდარღვევებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. საუბარია ჩეხეთის, გერმანიის და ნორვეგიის ელჩებზე, ასევე ბრიტანეთისა და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლებზე, რომლებმაც სოლიდარობის გამოცხადების მიზნით 2 დღის წინ შეხვედრა გამართეს ადამიანის უფლებათა სახლის, მისი წევრი ორგანიზაციების და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის წარმომადგენლებთან. ეს სწორედ ის ორგანიზაცია, რომელმაც თავად აღიარა, რომ პარლამენტთან ძალადობაში ჩართული აქციის მონაწილეებს დაკისრებული კანონიერი ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდა, რაც ამ დროისთვის 800,000 ლარზე მეტს შეადგენს. ეს კი დაჯარიმებული პირებისთვის დაუსჯელობის განცდას ქმნის, რაც საპროტესტო აქციების მონაწილეებს უბიძგებს კვლავ დაარღვიონ კანონი. დღეისთვის ადამიანის უფლებათა სახლს დაფარული აქვს 843,747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. ამჟამად განაცხადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს 100-მდე პირს, რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ემუქრება ქონების დაყადაღება და ჩვენ ვერ ვახერხებთ ახლა ამ ჯარიმების გადახდას, რადგან ჩვენი ანგარიშები არის დაყადაღებული. არის თუ არა ელჩების მხრიდან ადამიანის უფლებათა სახლისთვის გამოცხადებული სოლიდარობა, რადიკალიზმის ახალისება და იღებენ თუ არა საელჩოები პასუხისმგებლობას გუშინ მომხდარ სამართალ დარღვევაზე. საელჩოებისგან ამ დრომდე კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. იმ ფონზე კი, როდესაც გუშინ გამართულ აქციაზე რადიკალურმა ჯგუფებმა კვლავ სცადეს პარლამენტის შენობაზე თავდასხმა, პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ უწყებებს ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდებს. შალვა პაპუაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ეს თავდასხმა სწორედ მათ მიერ მხარდაჭერილი NGO-ების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა. 2 დღის წინ ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს NGO-თა გაერთიანებას ადამიანის უფლებათა სახლს, რომელიც პროკურატურის გამოძიების თანახმად ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც ამავე დროს შემდგომი ძალადობისთვის კარტ ბლანშის მიცემა და მისი წახალისებაა. გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით. მოველი ამ საელჩოების მხრიდან პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების ორგანიზებულ აქციაზე მოხდა. პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკის გამოყენებაში უკანონობას ვერ ხედავს ოპოზიცია. ამბობენ, რომ ყველაფერი, რაც გუშინდელ აქციაზე ხდებოდა, თავისუფალი და მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში იყო. რაც ხდებოდა გუშინ აქციაზე, აბსოლუტურად ყველა ქმედება ხდება მშვიდობიანი კონსტიტუციური გამოხატვის ფარგლებში. საელჩოების მხრიდან ქართული ოცნება უნდა ელოდოს პირველ რიგში რა აქვთ იცით გააზრებული იმ საელჩოებს, რომელსაც ისინი მიმართავენ, ისინი ლეგიტიმურ ხელისუფლებას საერთოდ აღიარებული არ ყავთ. ეს არის მათი მთავარი პრობლემა და ხა არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ ნაკლები მოთხოვნაც და შესაბამისი სოლიდარობაც არის ჩემი აზრით. მმართველი გუნდი კი განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას კონკრეტულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აკისრებს, თუმცა იმის მოლოდინი, რომ პარლამენტის შენობაზე თავდასხმის ფაქტს საელჩოები ამჯერად მაინც დაგმობენ, არ აქვთ. სახელმწიფო პარტიაში ელჩების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მცდელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. არ გვაძლევს მათი ძალიან ახლო წარსული ჩვენ რეტროსპექტივაში რო არ წავიდეთ, იმის საფუძველს რომ აქ რაიმე ობიექტური განცხადება გაკეთდეს. იმიტომ რომ ეს არის ის ხალხი სამწუხაროდ, რომელიც იმ არასამთავრობოებთან ერთად ამყარებდა აქ ამ აგენტურულ ქსელს, ამყარებდა იმ ბინძური ახმების თეორიას. თუნდაც თავისი სიჩუმით. დავალებაც მოდის, სამწუხაროდ ის დავალება სრულდება დიპლომატიური კორპუსით. არც ერთი საელჩოსგან ჩვენ ძალადობის დაგმობა ამ მიმართულებით არ მოგვისმენია, არც ერთხელ არავის არ დაუგმია ის, რომ 150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული, ის რომ დაზიანდა იგივე საქართველოს პარლამენტის შენობა, მათ შორის კერძო საკუთრება უფრო მეტი ჩვენ თავის დროზე, იმიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ მათ შორის დონორებსაც თუ არ ქონდათ ინფორმაცია, რაში ხარჯავდნენ NGO-ები მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებში თანხას, გვეჩვენებინა, რომ ისინი ეხდიდნენ ჯარიმებს, რითაც ახალისებდნენ დანაშაულს. ნუ ერევი შიდა საქმეებში, ნუ აფინანსებთ რადიკალებს. მათ შორის ბალტიისპირეთის ელჩები, მათ შორის იყო ჩეხეთის ელჩი თუ არ ვცდები, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები კიდევ ვერ გაიგეს და ვერ გაანალიზეს, რომ გამორიცხული აქ რევოლუცია არ მოხდება. იმიტომ რომ ქართველი ხალხის ნება არის რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
გამორიცხულია მეორე ფრონტი არ გაიხსნება საქართველოსთან. სრულ მოლოდინს ნუ შევიქმნით, არანაირი დაგმობა არ მოხდება, იმიტომ რომ ხდება ამ რადიკალური დაჯგუფებების წახალისება კონკრეტული საელჩოების მხრიდან, კონკრეტული ელჩების მხრიდან და ის, რასაც ხედავდით ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში, თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში, საპარლამენტო შენობაზე თავდასხმა, ეს რა თქმა უნდა არის ამ ადამიანების წახალისებული და გარედან დაფინანსებული. უიმედოდ დარჩენილი ოპოზიცია და მათი ენჯოები კვლავ გარე მხარდაჭერის იმედად რჩებიან. ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას და მუხტის გაძლიერებას ტრადიციულად მათი მოკავშირე უცხოელი აქტორების დახმარებით ცდილობენ, თუმცა როგორც წარსულში, ახლაც დამარცხებული ოპოზიციის გაძლიერების მცდელობა ყველა ჯერზე უშედეგო იქნება.